საპატრიარქოს განათლების ცენტრის საგნის მე და საზოგადოების სტანდარტის საჯარო განხილვას მოითხოვს დეკანოს ანდრია ჯაღმაიძის ქმედის ინტერნეტში პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოს გაეცნო, თუმცა იქ მოცემული მეთოდები და ტერმინები მისთვის მიუღებელია. დეკანოზი ამბობს, რომ საგანი მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე სხვადასხვა სიტუაციის წარმოსახვას გულისხმობს, რაც ოჯახურ და რელიგიურ ფასეულობებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. საპატრიარქოს განათლების ცენტრის სახელმძღვანელოს გარშემო საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებასაც ითხოვს. ამ პრეტენზიას უკვე უპასუხეს განათლების სამინისტროდან, სადაც განმარტავენ, რომ საგნის სტანდარტის შემუშავება და განხილვა საჯაროდ, მათ შორის საპატრიარქოს ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეებს შორის შეხვედრა პარასკევს შედგება, შესაბამისად მოამბე ამ თემის გაშუქებას ისევ განაგრძობს. აქტივებში შედის, რომ ბავშვი უნდა მოყვეს კონფლიქტურ სიტუაციას სკოლაში და მისმა თანაკლასელებმა ოჯახის წევრების როლები მოირგონ და გაათამაშონ ეს. ასევე აქ არის, თქვათ, ერთ-ერთი ასეთი დავალება არის, რომ წარმოიდგინეთ თქვენს ეზოში ცხოვრობს სხვადასხვა კონფესიის ხალხი და კლასში უნდა გათამაშდეს კომიქსი, აი ამათი კონფლიქტის ამსახველი. მასწავლებლის წიგნში ეს თამაშობები გაცილებით უფრო რადიკალურია. ვიგდება ბარათები, ერთ-ერთი ბარათი წერია, რომ თქვენ ხართ შიცი დაავადებული მეწავე. ნამდვილად საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომიტეტი, რომელიც პირველი დღიდან სტანდარტის შემუშავების მუშაობს განათლების სამინისტროს, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული პირები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს საგანი არის ჯერჯერობით განხილვისი. ვერანაირად ვერ იქნება მომზადებული ვერც მოსწავლის სახელმძღვანელო, ვერც მასწავლებლის სახელმძღვანელო, რამდენადაც სტანდარტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომზადდეს პროგრამის დამტკიცების შემდეგ უნდა გამოცხადდეს სახელმძღვანელოების კონკურსი, მერე ამ სახელმძღვანელოების შეფასება, მერე მასწავლებლების ტრენინგი მოდული უნდა გაკეთდეს და მასწავლებლების დამკვლევი და მასწავლებლების სახელმძღვანელო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ განერგვაზე ამ საკითხზე.